გერმანია ახლა ღრმა რეცესიაშია. ეს ერთადერთი ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაც მცირდება. ამაზე არც პუტინია პასუხისმგებელი და არც არავინ სხვა. მით უფრო გამოგონილი კლიმატური კატასტროფები. მთავარი დამნაშავე აქ არაკომპეტენტური მთავრობაა. სწორედ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობაზე. დღეს ასეულათასობით გერმანელი იღებს გათბობის გადასახადის ქვითარს ისე, რომ არ იციან საიდან უნდა გადაიხადონ ასეთი მაღალი ფასი. ჩვეულებრივ დასაქმებულ ადამიანებს, პენსიონერებს, ოჯახებს, საშუალო ბიზნესის მფლობელებს და ფრილანსერებს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტრამეზე უწევთ თქვენ უარი, რათა თავი გაიტანო. მაგრამ საინტერესოა, რომ თქვენ არაფრით იზღუდავთ თავს. თქვენ არაფერზე ამბობთ უარს. ყიდულობთ ახალ ვერტმფრენებსა და გემებს. თქვენი კაბინეტის წევრები უამრავ ფულს ხარჯავენ სილამაზის სალონებსა და ფოტოგრაფებში. საგარეო საქმეთა მინისტრი უზარმაზარ გარემოცვასთან ერთად დაფრინავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმ დროს, როდესაც საშუალო სტატისტიკურ გერმანელ დასაქმებულს თავი ძლივს გააქვს. თქვენ არ შეგიძლიათ კარგად მართოთ გერმანია და სინამდვილეში ეს არც გინდათ. თქვენ ქვეყანას ანადგურებთ და გეტყვით, თუ რატომ იქცევით ასე. თქვენ თქვენი ქვეყანა გძულთ. თქვენ გძულთ გერმანია. ამ მთავრობას სძულს გერმანია. როგორც მინიმუმ, მოგიწოდებთ გამოიყენოთ შესაძლებლობა და დემოკრატიული გზით გადააბაროთ ხელისუფლება სხვას და ჩანიშნოთ ახალი არჩევნები. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.